ლევან ახობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალდება მას საქართველოს პროკურატურამ წარუდგინა. უწყების ინფორმაციით გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებპუნქტზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მალულად შემოქონდა არადეკლარირებული თანხა 40 მილიონი რუსული რუბლი, ეროვნული ბანკის კურსით 1,164,000 ლარი, რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩამოერთვა. ჯარიმის გადახდის შემდეგ კი ლევან ახობაძემ მეწარმეს ქრთამის სახით 500,000 ლარი მოსთხოვა. გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევის შედეგად კი თანხა განახერხდა და ახობაძემ 250,000 ლარი მიიღო. ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საკუთარ სახლში დააკავა. ბინაში ჩატარდა ჩხრეკაც. დაკავებულის ადვოკატები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ინფორმაციის გასაცნობად. ლევან ახობაძეს წარედგინა ბრალი, გადმოგვეცა საქმის მასალები. უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ამ ბრალთან დაკავშირებით. ბატონი ლევან ახობაძე წარდგენილ ბრალდებას თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის იყენებს ამ ეტაპისთვის უმილისუფლებას. კანონით მინიჭებული უფლება გახლავთ ეს მისი. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ის განცხადება, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ საგამოძიებო უწყების მხრიდან, ამ ეტაპისთვის ბრალის ფორმულირება ამ შინაარსის არ გახლავთ. ფორმულირება არის, გითხარით, ძალიან მოკლედ გეუბნებით, გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, მე არა მაქვს შესაძლებლობა, უფრო მეტი, ესე ვთქვათ, ვისაუბრო ამ საქმესთან დაკავშირებით. ის შინაარსი, რაც იყო დღეს, ესე ვთქვათ, გაჟღერებული, ეს შინაარსს მე ამ საქმეში ამ ეტაპისთვის მე ვერ მივაგენი. გამომდინარე იქედან, რომ გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი, რაღაც კონკრეტულ დეტალებში ვერ შევალ, თუმცა ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ და მეც როგორც იურისტი დარწმუნებული ვარ, ერთი შეხედვით საქმის მასალებიდან გამომდინარე, ქრთამის აღების ფაქტთან საერთოდ არ გვაქვს საქმე, თუმცა ამას საბოლოოდ სასამართლო შეაფასებს, რა თქმა უნდა. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარჩეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე. ბრალი წაღენებული აქვს ქრთამის აღების მუხლით, როგორც ეს გაცხადებული იქნა. ლადი თანხა ამოღებული არის, მაგრამ ეს არის კიდევ შესაძლებელი გამომდინარე იქიდან, რომ ფოთუნილება ვისი არის ამ რაღაც კონკრეტული თანხის.